კონსტიტუცია გვეუბნება პირველ რიგში, რომ გაფიცვის უფლება გარანტირებულია. ნორმალურ ქვეყანაში გაფიცვა ჩვეულებრივ გამოიყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. პოდკასტს ერთ შუაგულ პოლიტიკურ კრიზისში გაფიცვა გახდა ერთ-ერთი ცენტრალური თემა. გაფიცვა არის ეკონომიკური პროცესის შეჩერების გზით საკუთარი პოლიტიკური, სოციალური ან საზოგადოებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზა. ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არის პროფკავშირები. ჩვენი ისტორია არის მათ შორის პროფკავშირების დასუსტების, მშრომელების დასუსტების ისტორია. საქართველოში მშრომელს არ გააჩნია პოლიტიკური ცნობიერება. მისი უფლებები არის სავაჭრო ობიექტი. დავიაზროთ, რა შეცდომა დაუშვით. სად არის ჩვენი ისტერიულობა, სად არის ჩვენი ზედაპირულობა, სად არის ჩვენი მუდმივი ენის მოჩლექა კაპიტალთან, სად ვერ დავინახეთ რეალური მტერი. გაიაზრა თუ არა ქართულმა საზოგადოებამ ის, რომ ფორმალური დემოკრატიის ეს ფორმა არის კვაზი, არ არის თვითკმარი, სადმე არსებული სიღარიბე საფრთხეს უქმნის კეთილდღეობას ყველგან. მოგესალმებით, ეს არის პროგრესული ფორუმის კიდევ ერთი პოდკასტი. მე გახლავართ კოტე ერისთავი და დღეს ვსაუბრობთ გაფიცვაზე, ვსაუბრობთ გიგა ბექაურთან ერთად. გიგა არის სახელოვნებო სფეროს პროფკავშირის თავმჯდომარე, გილდიას თავმჯდომარე. მოგესალმებით, გიგა. დღეს ვილაპარაკებთ გაფიცვის მნიშვნელობაზე, გაფიცვის პროცედურებზე და ასევე ზოგადად გაფიცვის დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, ხო, რა უშლის ხელს მშრომელს რომ გაიფიცოს. ამ პოდკასტს ერთ შუაგულ პოლიტიკურ კრიზისში, გარეთ არის ფართომასშტაბიანი აქციები და გაფიცვა გახდა ბევრისთვის მოულოდნელად ალბათ გაფიცვა გახდა ერთ-ერთი ცენტრალური თემა, რომელსაც განიხილავს დიდი თუ პატარა დღეს. პროფკავშირები, შენ და პროფკავშირის მოძრაობის წარმომადგენლები წლებია მუშაობენ იმაზე, რომ გაფიცვა იქცეს, ხო, რაღაც პოპულარულ საკითხად და გაფიცვა იქცეს რაღაც სახალხო განხილვის თემად და პრაქტიკა, თუმცა აქამდე ეს მიუღწეველი იყო და დღეს როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს პროცესი, ერთი ღირებული რაც ნამდვილად დაგვრჩება არის ეს რაღაცა ხელახალი აღმოჩენა, რაც საზოგადოებამ გააკეთა, ან პირველად აღმოჩენა გაფიცვის მნიშვნელობის, ხო, რაღაცა მნიშვნელოვანი კავშირი დაიჭირა, მე მგონი საზოგადოებამ ერთის მხრივ ძლიერ მოქალაქესა და მეორე მხრივ ძლიერ დასაქმებულს შორის, ხო, რომისთვის იყო აქტიური, ძლიერი მოქალაქე დაიცვა შენი პოზიცია და იბრძოლა სოციალური ცვლილებებისთვის, ამის აუცილებელი წინაპირობა და ამის შემადგენელი ნაწილი არის სიძლიერე შენი როგორც დასაქმებულის, დასაქმებელთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ საზოგადოებამ რაღაცა აღმოაჩინა გაფიცვა როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოციალური ცვლილების და რეალურად ობიექტურადაც ასეა. და ზოგადად კაპიტალისტურ საზოგადოებაში საყოველთაო გაფიცვა, ფართომასშტაბიანი გაფიცვა ზოგადად არის ალბათ ყველაზე ძლიერი არაძალადობრივი იარაღი სოციალური ცვლილებებისთვის, ხო? მოდი რას ფიქრობ ზოგადად გაფიცვის გააქტუალურებაზე დღეს, აი მიმდინარე პროცესების კონტექსტში, რა როლი აქვს გაფიცვის იდეას და გაფიცვის პრაქტიკას დღეს და ასევე კონკრეტულად გაფიცვაზე და იმ პროცესებზეც რო გველაპარაკო, რომელშიც შენ და გილდია არის ჩართული. ჩვენ ვინცაც რაღაცა სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტური, პროფკავშირისტული იდეები გაგვაჩნია, ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილები ვართ, ამ ქვეყნის მშრომელთა ინტერესს ვეცნობით, ვიზიარებთ, გვაქვს ჩვენ თვითონაც ეს ან შვილები ვართ მშრომელთა კლასის, ან თავად წარმოვადგენთ მშრომელთა კლასს, ხო? და ჩვენი ინტერესის განხორციელება გვინდა, ჩვენი ინტერესი არის რომ ვიცხოვროთ უფრო დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვიდრე ოდესმე გვიცხოვრია. და რაც ყველაზე მთავარია, არ ვიცხოვროთ ავტორიტარიზმში. ანუ ფორმალური დემოკრატია თუ ეხლა გვაქვს ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ ეგ მაინც შენარჩუნდეს, იმიტომ რომ ავტორიტარიზმი უარესია. უარესია სოციალური მოძრაობისთვის, უარესია პროფკავშირული მოძრაობისთვის, უარესია გაფიცვისთვის, უარესია მოპოვებული სოციალური უფლებებისთვის, ხო? ამიტომ არ გვინდა ეს. ეს რო არ გვინდა, გარდა ამისა, არც ის მოგწონს, არც პოლიციური რეპრესიების მომხრეები ვართ. ეს პოლიტიკურად. ეხლა მორალურად, რა, მორალურად ჩემი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ჩემი ქვეყნის თითოეული მშრომელი, ან ამ მშრომელის შვილი იქნება ეს თუ დედა იქნება, და იქნება, მაგრამ არ ამიშლობა რა. ყველანი არიან ჩემი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობისა და ჩემი ყველა ჩემი სადარდებელია რა, როგორც მოქალაქის. მაგრამ მეორეს როგორც ასე პროფკავშირის. ამიტომ გაფიცვის იდეა შემოდის სწორედ ამ კონტექსტში და ჩემთვის ყველაზე სწორი ეს არის. შვიდობის კონტექსტში შემოდის გაფიცვის იდეა. როცა შენს ქუჩაში პოლიციური რეჟიმი, იმას რა ქვია, მოქალაქეებს წემს, ან მართლა სიგიჟეები რომ მოხდა, ამის გამო არის გაფიცვის გამოსვლა, ძალადობის დასასრულებლად არის გაფიცვის გამოსვლა. და პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი კრიტიკა არჩევნების მიმართაც, ჩვენ გვაქვს ჩვენი კრიტიკა манипуляციების მიმართაც და ყველაფრის მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე გაფიცვის საკითხი შემოდის ამ კონტექსტში. მაგრამ გაფიცვის საკითხის შემოტანას უნდა, ესე იგი, ვინ უნდა გაიფიცოს?
პირველი იყო მოწოდება უბრალოდ გაიფიცე ვიღაცა შრომელები. ეხლა შემოვიდა საჯარო მოხელეების საკითხი და კურიერები იყვნენ ხოლმე მუდმივად კონტაქტზე, მაგალითად მარტის აქციების დროს და მანამდე და ეხლა ისე მოხდა, რომ ორგანიზებულმა ფორმამ, სახელმწიფო სფეროში არსებულმა ორგანიზებულმა ფორმებმა მარტივად მოძებნა ეს გზა. უფრო მარტივი აღმოჩნდა მათ. ხა უშუალოდ სახელმწიფო სფეროში ამ მიმართულებით. ხო, ჩვენ სხვებზე ადრე და შეიძლება სხვებზე ადრე დავინახეთ ეს მოცემულობა, ეს ფაქტი. ჩვენი წევრები დაკავებულები არიან, ეხლაც დაკავებულები არიან ჩვენი წევრები, რამდენიმე მათგანიც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ასევე ის რომ ზოგადად ჩვენი წევრები არიან ძალიან აქტიურები თავიანთი გამოხატვის ფორმებში, პოლიტიკურად, საზოგადოებრივად და ასე შემდეგ. და ჩვენი პროფკავშირიც ასევე არის ეს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პროფკავშირი უნდა ასრულებდეს თავისი წევრების დაკვეთას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი წესდების მიხედვით სოციალისტურ და სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს. და რა მასშტაბია ხა ამ გაფიცვას სახელმწიფო სფეროში? ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი თეატრი არ ფუნქციონირებს საქართველოში. არც სახელმწიფო, არც კერძო. გაფიცვაში მონაწილეობის საკითხი თქვენ კარგად იცით რა, მაგალითი მოყვავს ხოლმე ხშირად რკინიგზის სიტყვაზე ვამბობ სიმბოლურად რკინიგზის გაჩერებას არ ჭირდება 3000 რკინიგზელის გაჩერება. რკინიგზის გაჩერება სჭირდება 12 მეისრის ან 22 მემანქანის გაჩერებაც ყოფნის, ხო? ამაშია საქმე. ამ ეტაპზე საჯარო გამოხატვის ნაწილში სამოქალაქო პოზიცია გაფიცვასთან დაკავშირებით დააფიქსირა 500-ზე მეტმა ადამიანმა. სათეატრო პროცესი მთლიანად არის გაჩერებული. ჯერჯერობით და ახლა. რაც შეეხება ფორმას, ჩვენ წევრებს შევთავაზეთ სხვადასხვა ფორმა გაფიცვისთვის, რაზეც ალბათ დღეს ასევე ვისაუბრებთ. და ისინი იყენებენ სწორედ ამ სხვადასხვა ფორმას. ზოგი მათგანი ისარგებლებს და სარგებლობს, აიღებს შვებულებას, ანაზღაურებაც 24 დღიანი რაც აქვს. ზოგი მათგანი აიღებს არაანაზღაურებად შვებულებას, ზოგი მათგანი ვისაც 5 წლამდე ბავშვი ყავს, აიღებს ბავშვის მოვლის გამო შვებულებას. ზოგი მათგანი ვისაც აქციების განმავლობაში ჯანმრთელობა დაუზიან და ისინი ისარგებლებენ საავადმყოფო ფურცლით. ხოლო ის ნაწილი, რომელთა სამუშაო ადგილიც განთავსებულია ცენტრალურ უბნებში, შესაძლებელია მათ ისარგებლონ შრომის კოდექსის 55 მუხლით, რომელიც ამბობს იმას, რომ დასაქმებულს აქვს უფლება უარი თქვას სამუშაო შესრულებაზე, თუ ეს სამუშაო საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მეგობრებო, თან თავარი რაც ალბათ სახელმწიფო სფეროს გაფიცვული წარმომადგენლები აკეთებენ, არის პოპულარიზება, ხო, გაფიცვის იდეის, ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ეხლა ჩვენ სხვადასხვა ტაქტიკური რაღაცა ქმედება ახსენე, ხო? ეხლა გაფიცვის ყველაფერს არ ქმნავ გაფიცვას, ხო? რაღაცა გაფიცვას როგორც რაღაც პოლიტიკურ აქტს. მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია, რავი, შენ შეგიძლია. ხო, სწორზე და არასწორზე არ არის აქ ეხლა ლაპარაკი, უბრალოდ მაინტერესებს ბევრი. მე მიმაჩნია გაფიცვა არის იდეა. და ის არ არის მოხელთებული მხოლოდ სამართლებრივი ენითა და კონსტრუქციით. ეს არის იდეა, ისტორიული, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სოციალური იდეა, რომელსაც საზოგადოება მიყავს პროგრესისკენ. კი ბატონო. და რა არის, რა იდეაა ეს? ამაზე მინდა კითხო ზუსტად, იმიტომ რომ ბევრისთვის, როგორც ჩვენც ახსენეთ და მეც დასაწყისში, ბევრისთვის სულ ახალი ხილი არის, ხო? გაფიცვა არც იცი ეს კრიტიკულად არ ვამბობ, უბრალოდ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში აკადემიურ სფეროში თუ პოლიტიკურ სივრცეში თუ სხვა მნიშვნელოვან სივრცეში გაფიცვაზე, პროფკავშირებზე, მშრომელების ორგანიზებაზე, მობილიზების მნიშვნელობაზე არ იყო ხოლმე მსჯელობა და ეხლა ვეჯახებით იმ პრობლემებს, რაც გამოიწვია, ხო, ამან. და რა არის ეს გაფიცვა, რა? ძალიან მარტივად, ბევრისთვის გასაგებად, რო ვთქვათ, რას გულისხმობს სამართლებრივად, ლეგალისტურად გაფიცვა, ხო, რა პროცედურები არის. დასაცავი იმისთვის, რომ გაიფიცო და ასევე უფრო ფართო გაგებით გაფიცვა, რომელსაც შენ იყენებ. ხო, ამ ტერმინს რას გულისხმობს და როგორ შეიძლება რეალურად გაფიცვის მიზანი მიაღწიო სხვა პრაქტიკითაც, ხო, ან სხვა ქმედებებითაც. ესე იგი, პირველ რიგში საინტერესო იყო ყოველთვის, როცა რაღაცა იდეის გაგება გინდა, ის სიტყვა გაფიცვა ქართულში ორი ძირითადი ნაწილიდან მოდის, ხო? როგორც წესი უკავშირდება ფიცს და ერთის მხრივ ამბობენ, რომ ეს სწორედ მოდის გურიიდან, შეფიცვის და დაფიცების ტრადიციას უკავშირდება, სადაც ადამიანთა ჯგუფი ერთმანეთს შეფიცავს რაიმეს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ მომენტში ძალაუფლებასთან.
და გაფიცვის ნაწილში, ანუ აი ეს არის ამ შემთხვევაში ის რომ ესე იგი სამუშაო კონტრაქტზე უარის თქმა, ანუ გარკვეულ ურთიერთშეთანხმებით ფიცზე უარის თქმასაც მოიცავს. რეალურად ესე იგი გაფიცვა არის დასაქმებულის ნებაყოფლობითი უარი სამუშაოზე, სამუშაო შესრულებაზე. უფრო ფართოდ რომ ვთქვათ, ნებაყოფლობითი უარი სამუშაო შესრულებაზე, სამუშაო პროცესის გაჩერება, სამუშაო პროცესის შეფერხება ან სამუშაო პროცესის შენელება. გაფიცვა არის ეკონომიკური პროცესის შეჩერების გზით საკუთარი პოლიტიკური, სოციალური ან საზოგადოებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზა. ეს არის ესე რომ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბოთ. ეხლა კანონი რას გვეუბნება საქართველოში? საქართველოში კანონი გვეუბნება, კონსტიტუცია გვეუბნება პირველ რიგში 26-ე მუხლი გვეუბნება, რომ გაფიცვის უფლება გარანტირებულია და ის რეგულირდება ორგანული კანონით. მე ორგანული კანონი უკვე შრომის კოდექსია, ნაგულისხმების შრომის კოდექსში არის ცალკე გაფიცვის კატეგორია, რომელიც გვეუბნება, რომ გაფიცვას ჭირდება კანონიერების მოსაპოვებლად ჭირდება პროცედურები. და შრომის კოდექსი გვეუბნება, რომ 21 ადამიანი ან პროფესიული კავშირი კონკრეტულ საწარმოში, ოღონდ ეს მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილზე, მინიმუმ 21 ადამიანი ან პროფესიული კავშირი, ან 21-ზე ნაკლები თუ არის პროფესიული კავშირი თუ რა გაკეთდეს, ან პროფესიული კავშირის წევრები უნდა იყვნენ, ან იქ უნდა არსებობდეს პროფკავშირული პირველადი პროფკავშირული სექტორული პროფკავშირული ორგანიზაცია. ეს მიმართავს დამსაქმებელს და მიმართავს ჟანდაცვის სამინისტროს, რომ აი მე მაქვს ესა და ეს პრობლემები, როგორც წესი კანონი ამბობს საფუძვლებიც დაკონკრეტებულიაო და ეს საფუძველი როგორც წესი ახლოს უნდა იყოს სოციალურ საკითხთან, ან სამუშაო ადგილზე არსებულ, თუნდაც გამოხატვის თავისუფლების ნაწილთან, რომ სამუშაო ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამას ითხოვ ხო, რა პრობლემამ გამოიწვია გაფიცვა? რა პრობლემამ გამოიწვია გაფიცვა? ამას რომ ამ წერილით მიმართავ ორივეს, იწყებ მედიაციის პროცესს, სადაც ჟანდაცვის სამინისტრო გამოყოფს მედიატორს. ეს მედიატორი მოდის და ორივე მხარეს ელაპარაკება და ცდილობს რომ ამოწუროს ეს მოლაპარაკების რესურსი. რომ ამოწუროს მოლაპარაკების რესურსს 21 დღის შემდეგ თუ ვერ შედგება მოლაპარაკება, ასეთ შემთხვევაში მარტივად რომ თქვა, დასაქმებული მოიპოვებს გაფიცვის კანონიერ უფლებას, შეუძლია რომ გაიფიცოს, როცა გაიფიცება დამსაქმებელს არ აქვს უფლება, რომ გაფიცული დასაქმებული სამუშაო ადგილიდან გაუშვას გაფიცვის გამო, მაგრამ მეორეს მხრივ არ აქვს ვალდებულება არც კანონიერ, არც უკანონო, არც პროცედურა დაცულ, არც პროცედურა დაუცველ გაფიცვაში დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება გადაიხადოს გაფიცული დღეების ანაზღაურება, ხო? აი ესე მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის. იქ ცალკე დამსაქმებელს აქვს ლოკაუტის უფლება. დაახლოებით იგივეა ოღონდ არის პირიქით რა. აი ხა დღეს რომ მოუწოდებენ ხოლმე. ხო ესეც რაღაც სოდის ნაკლებობა არის, მაგრამ ეს არის ხა თავარი პრობლემა, ხო? ხო, კომპანიებს რომ მოუწოდებენ გაფიცვისკენ ამაზეც რო თქვათ, ანუ რას გულისხმობენ, ან რას უნდა გულისხმობენ. ნუ ვერ გაგება არის, ნუ ისევ ამ ამბის. კომპანიას რომ მოუწოდებ გაფიცვისკენ პირდაპირ კონფლიქტი, ანუ ნორმალურ ქვეყანაში გაფიცვა ჩვეულებრივ გამოიყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. გაფიცვას ჩვეულებრივ ვიყენებენ დასაქმებულები საკანონმდებლო დონეზე მისაღწევი ცვლილებების ან ხელისუფლების რაიმე ნაბიჯების წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევა ყოველ წელს ხდება ეხლა, რა ვიცი, საფრანგეთშიც ყოველ წელს ხდება და გერმანიაში ყოველ წელს ხდება, სხვადასხვა საკითხთან რა. ხო და ესენი ეგრე იყენებენ, რომ ანუ არ აქვს რა ამ განსაკუთრებით ამ საკითხის მნიშვნელობა, იწყება აი ეს რაღაცნაირი საგაფიცვო პროცესი და დასაქმებული დამსაქმებელზე ზეწოლას და დასაქმებულზე ზეწოლას ერთობლივად აკეთებს რა. ანუ მე დამსაქმებელს შევუტიე, ეკონომიკური პროცესი გავუჩერე, ეკონომიკური პროცესი რომ ამას გავუჩერე, ქვეყნის ეკონომიკასაც პრობლემა შეუქმნი და ამით ცალკე სახელმწიფოსაც შეუქმნი პრობლემა და ორივეს როცა უქმნი პრობლემას, ანუ მე ვიაზრებ იმას, რომ კაპიტალისტთა კლასი და ამ შემთხვევაში მართველი ჯგუფი არის რუსიანოში ერთი ვერტიკალი და ამ ორივე ვერტიკალს უპირისპირდები ეკონომიკური პროცესის შეჩერებით და ეკონომიკური კოლაფსის გამოწვევით. ამიტომ დასაქმებულების პროცესია გაფიცვა. დასაქმებულებმა უნდა დაიწყონ და საკუთარ კომპანიებსაც უნდა ესე იგი მიაგებონ ეს პასუხი. ეკონომიკურ სისტემასაც უნდა გაასცენ პასუხი და სახელმწიფო ქმედებებსაც. მაგრამ ამის გაკეთება ფართო, კიდევ უფრო ფართო მოთხოვნების დამატების გარეშე ამ პროცესში არის ძნელად წარმოსადგენი. სახელოვნებო სფერო, შენ სწორად ახსენე წეღან, მაგალითი მისცა პროცესს. და მიწა ყველა მანამდე არსებული გამონათქვამი და გადაიყვანა პრაქტიკაში. ამ პრაქტიკით შექმნა გაფიცვაზე ტექნიკური სამართლებრივი ცოდნები. მაგრამ ეხა შინაარსობრივ ნაწილში აქაც ბევრი პრობლემაა. ჩვენ გაფიცვაზე გეუბნები რა. შინაარსობრივში გულისხმობ სოციალურ და პოლიტიკურ ნაწილს. მაგრამ ჩვენი გაფიცვის თავარი მოთხოვნა არის დასაქმებულების, ასე ვთქვათ, დასაქმებულების არა, დაკავებულების გათავისუფლება. დაკავებულების გათავისუფლება ძალადობის შეწყვეტა. აი ეს იყო ჩვენი გაფიცვის მოთხოვნა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ. კი ბატონო, შენ ისაუბრე, ხო, სამართლებრივად რა პროცედურები არის გასავლელი გაფიცვისთვის, ეს 21 დღიანი ვადა, რომელსაც
რომელიც უნდა დაიცვა სანამ გაიფიცები, ხო, ეს არის რაღაც გაგებით მექანიზმი იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან ამ პერიოდში მოკლედ დამსაქმებელმა სახელმწიფომ რაღაც ფორმებით ძირი გამოუთხაროს, ხო, მობილიზებას შრომელების, ამიტომ ძალიან ბევრი რაღაც ესეთი ბომბი არის ჩადებული კანონმდებლობაში, რომლითაც ძალაუფლება, იქნება ეს დამსაქმებელი თუ ხელისუფლება ცდილობს შეასუსტოს გაფიცვის პოტენციალი, ხო? ანუ უბრალოდ ხელი შეუშალოს გაფიცვას. ამიტომ მანამდე ახსენე სხვა ტაქტიკები, რომელიც იგივე მიზანს აღწევსაც გაფიცვა, ხო? ამიტომ ამაზეც რო ვილაპარაკოთ, ანუ ერთია როგორ იცავ ამ სამართლებრივ პროცედურებს და იფიცები და ეს საკმაოდ რთული გზა არის, ხო, იმის გათვალისწინებით 21 დღე არის დასაცავი და არის სხვა ტაქტიკები, რომელიც როგორც თქვით, ანუ იგივე მიზანს აღწევს. რა ტაქტიკები შეიძლება იყოს ეს და ეს 21 დღეს უნდა ვიცოდეთ, რომ სამწუხაროდ გამოიყენება ხოლმე ზეწოლისთვის, როგორც ახსენე, 21 დღის განმავლობაში შენ ამ სამედიაციო პროცესში ძალიან ბევრი შენი ტაქტიკური ილეთის და გაფიცვაში მონაწილე პირების და ასე შემდეგ გათქმა გიწევს, რაც პროფკავშირისთვის პროფკავშირის წევრობა არის განსაკუთრებულად სპეციფიური და მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემი. ეს უნდა იცოდეს ყველა, ანუ ეს ჩვენი დათქმა არ არის კანონში, ჩვენ კანონში წასწერია. ხო და პრობლემებს შეიცავს ეს 21 დღე. პრობლემებს მოიცავს, მაგრამ ასევე უნდა იცოდეს მაყურებელმა, რომ პროცედურების არ დაცვა გაფიცვის დროს აპრიორი არ ნიშნავს გაფიცვის უკანონობას. თქვენ თუ პროცედურებს არ დაიცავთ და გახვალთ გაფიცვაზე, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, რომ უკანონო გაფიცვის საფუძვლით გაგათავისუფლოთ. დამსაქმებელმა ჯერ საქმე უნდა წაიღოს სასამართლოში, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება გაფიცვა ცნოს კანონიერად ან არ ცნოს კანონიერად. როდესაც ამას გააკეთებს, შემდეგ შესაძლებელია დადგეს ამგვარი სასჯელი. ჩვენ გვახსოვს ორი გაფიცვა, ერთ-ერთი გურიაში იყო, მეორე თბილისში, როდესაც პროცედურების დაცვის გარეშე გაიფიცნენ დასაქმებულები. ორივე ჯერზე კომპანიამ უჩივლა დასაქმებულებს უკანონო გაფიცვას ედავებოდა, მაგრამ ორივე ჯერზე სასამართლომ გაფიცვა მაინც ცნო კანონიერად. საინტერესო ესეც არა. ამიტომ ეს გვახსოვდეს. ეხლა რაც შეეხება ტაქტიკურ გზებს. თელს მსოფლიოში არსებობს უამრავი გზა გაფიცვის. ძალიან ბევრნაირი ფორმა არსებობს. და კიდევ ერთხელ ამ გაფიცვა არის იდეა, ამიტომ ხო ეს როგორც მოგაფიქრდებათ, ისე შეგიძლიათ გაიფიცოთ. მაგალითისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ესე იგი go slow პრინციპს ეძახიან, რომ შენ სამუშაო ადგილზე მიდიხარ და კონტრაქტში გიწერია, რომ შენი მოვალეობაა ტელეფონები გადადო მარცხნიდან მარჯვნივ. და შენ ამას აკეთებ, როგორც კონტრაქტში გიწერია, რაოდენობა არ არის თქვა დათვლილი, რამდენი უნდა გადადო, ხო? ამას იმდენად ნელა აკეთებ, რომ შენ არ არღვევ არ ჩენს კონტრაქტს, არ გიწევს შესვლა ლეგალისტურ დავაში, თუ ისინი შემოვლენ შენთან ლეგალისტურ დავაში, კონტრაქტის მიხედვით, სადაც სამართალი ამგვარ პრინციპზე მუშაობს, იქ განსაკუთრებით ეს არის რა ეფექტური. კონტრაქტის მიხედვით თუ ამას არ არღვევ, შესაბამისად შენთვის მისცემა შეუძლებელია. იგივე იყო სახელმწიფო სფეროში მოხდა ასეთი რამე. თუ არ ვცდები, ეს იყო საფრანგეთი. შეიძლება ვცდები, როდესაც მსახიობები ადიოდნენ სცენაზე, თავიანთ შინაგანაწესი და კონტრაქტით რაც ვალდებულება ქონათ, ამას ასრულებდნენ, ადიოდნენ სცენაზე კოსტუმებით, მაგრამ მაგალითად გადამწყვეტ მომენტში არ კლავდნენ კეისარს. ხო, ანუ არ მოქმედებდნენ, უცებ წყვეტდნენ იმას, რა ქვია, სპექტაკლს. აღარ მიყვებოდნენ სცენარს, ხვდებით? ეს ნებისმიერ სამსახურში შეიძლება იმუშაოს. მაგალითად, როდესაც ითხოვენ ბანკის თანამშრომლების გაფიცვას, ხო? თუ ვერ ახერხებ, აი სუფთა და გაფიცვის მიღწევას, მსვლელობით მივიდა მსვლელობა, შევიდა 100 ადამიანი კონკრეტული ბანკის ფილიალში, აიღო ყველა, ესე იგი, რიგის ბილეთი და დააყენა რიგი ფიზიკურად. ისევე როგორც სხვა ფილიალებში გააკეთა ეს, ანუ პიკეტირების ფორმა, ოღონდ ლეგალური პიკეტირების ფორმა, არა ის, რომ ვინმეს ვუკრძალავ შესვლას, არამედ ვიყენებ რაღაცა ტექნიკურ გზებს, არაძალადობრივ ტაქტიკურ გზებს. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, რაც წეგან ვახსენებ. როდესაც ისეთ სიტუაციაში ვართ, როგორშიც ვართ, როცა ჩვენ მხოლოდ კონსტიტუციური მუხლის სარგებლობაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე, გაფიცვისთვის, მაგრამ აბსოლუტურად ლეგალისტურად შეგვიძლია ჩვენ რომ სამუშაოზე ორგანიზებული უარი ვთქვათ. როგორც დასაწყისში ვთქვით, ხომ? არ არის საჭირო რკინიგზის გასაჩერებლად 3000-მა რკინიგზელმა აიღოს შვებულება. რადგან 3000 რკინიგზელს შვებულებას არც მისცემენ. მაგრამ თუ სწორი ფორმით და სწორი ადამიანები აიღებენ შვებულებას და ამას მაგალითად დაემატება რაღაც თვალსაზრისით უცებ მეორე მხრიდან აღებული ვინმეს მიერ გახსნილი ბიულეტენი, ეს ნიშნავს, რომ გაფიცვა პრაქტიკული თვალსაზრისით დაწყებულია. ამიტომ საქართველოს მოქალაქეს აქვს 60 დღე წელიწადში საავადმყოფო ფურცლით სარგებლობის უფლება. საქართველოს მოქალაქეს აქვს 24 დღე წელიწადში ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება. საქართველოს მოქალაქეს აქვს 5 წლამდე ბავშვის ყოლის შემთხვევაში ბავშვის მოვლის გამო
ასევე შებულების ანაზღაურებადი შებულების აღების უფლება. არაზღაურებადი და არაანაზღაურებადი. ასევე არის 15 კალენდარული დღე არაანაზღაურებადი და ასე შემდეგ. აი მეგობრებო, ეს მეთოდები უნდა გამოვიყენოთ დღეს. თუ ჩვენ გვინდა ამ ბრძოლაში შესვლა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროცედურების გზით შეგვიძლია ამ ბრძოლაში შევიდეთ, თუ ვართ საკმარისი ჯგუფი და საკმარისი რაოდენობა. კანონმდებლობა ერთის მხრივ იძლევა შესაძლებლობებს გაფიცვის ან გაფიცვის მიზნის მიღწევის სხვა საშუალებებით, მეორეს მხრივ ასევე ჩვენ ვიცით, რომ შრომითი კანონმდებლობა ზოგადად არ ანიჭებს მშრომელს საკმარის გარანტიებს, ხო, იმისთვის რომ ძლიერი იყოს დამსაქმებელთან ურთიერთობა. პროცედურის დაცვით შესრულებული გაფიცვები გვახსოვს, ყველა რო გაუშვეს სამსახურიდან გაფიცვა. კი ბატონო. ამ ლეგალურ სივრცეშიც ახლა დიდად მაინც ვერაფერს ვერ დაეყრდნობია. კი ბატონო, და თან ახლა როგორც გვემუქრებიან საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის მდგომარეობა გაუარესდება. ხო, ახალი კანონპროექტით, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხი მარტივდება, რაღაც რამდენიმე ფუნქციის დამატებით დასაქმებულისთვის მთლიანი სტრუქტურული ერთეულის დასაქმებულების გაშვება ხდება შესაძლებელი და კონკურსის თავიდან გამოცხადება, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ ადამიანების ამას ექნება რაღაცნაირი სუსხავი ეფექტი გაფიცვაზე, დაშინება იქნება, ხო, ადამიანების რო თუ გაიფიცებიან, მათი სამსახურიდან გაშვება იქნება მარტივი გაფიცვის დასრულების შემდეგ, ხო? კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვითაც კი. კი, ნუ რაღაცას გამოუცხადებენ ერთხელ შენიშვნას, მერე მეორედ გამოუცხადებენ შენიშვნას, მოუგონებენ რაღაცას და კი ბატონო, ანუ ერთის მხრივ ეს არის რაღაც საკანონმდებლო გარანტიები არის საუცილებელი იმისთვის, რომ დასაქმებული იყოს ძლიერი, მაგრამ არა მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები, აქ არის მთელი წყება ინსტიტუტების, რომელიც უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ ძლიერი იყოს დასაქმებული. ხო, ჩვენ პროგრესული ფორუმი მალე გამოვაქვეყნებთ ანგარიშს, რომელსაც ექნება ყოველწლიური ხასიათი. ანგარიში მშრომელების ძალის ინდექსი ან მშრომელების ძალის ინდიკატორებზე, ანუ მრავალ ფაქტორზე, რომელიც გავლენას ახდენს მშრომელების სიძლიერეზე დამსაქმებელთან ურთიერთობაში, ხო? და ზოგადად განასხვავებენ და ჩვენც ესე ამ ანგარიში განასხვავებთ ორ მიმართულებას, ხო, რაც აუცილებელია, როცა ვლაპარაკობთ, გასათვალისწინებელია როცა ვლაპარაკობთ მშრომელების სიძლიერეზე. ერთი არის ეს ხმა, რასაც უწოდებენ ხოლმე მშრომელების ხმა სამუშაო ადგილზე, ამდენად შეუძლიათ მათ სამუშაო ადგილზე ხმის ამოღება, ხმის ამაღლება და მოთხოვნების დაყენება და სწორედ აქ შემოდის საკანონმდებლო გარანტიები, აქ შემოდის ისეთი ინსტიტუტები, როგორც ეს სასამართლო, და შეუძლია მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად და ჩვენ ვიცით, რომ ამ ხრივაც დიდი პრობლემები გვაქვს და მიმართვიანობა დაბალია, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული, ხო, სასამართლოსადმი დობასთან და ასე შემდეგ. ისევე როგორც შრომის ინსპექცია, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომ ძლიერი იყოს სამუშაო ადგილზე დასაქმებული და აქაც ვიცით, რომ შრომის ინსპექცია ვერ აკეთებს საკმარის იმისთვის, რომ გააძლიეროს შრომელი. დიახ. და რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ამაზე ვისაუბრებთ ალბათ უფრო მეც, არის პროფკავშირები, ხო, პროფკავშირები და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობიდან დღემდე ჩვენი ისტორია არის მათ შორის ამ პროფკავშირების დასუსტების, მშრომელების დასუსტების ისტორია, ხო? გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული პროფკავშირების და მშრომელთა მობილიზების პოტენციალის შესუსტება იყო ის, რასაც ემსახურებოდა სხვადასხვა სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე იგი სახელმწიფოური დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყნის ძარცვის ისტორიის პარალელურად ჩვენ ასევე ვუყურებდით პროფკავშირის ძარცვის ისტორიას. ზუსტად გადმობირების, დაშინების, რეპრესიის, დევნის, ხო, შიდა რაღაცა დაპირისპირებების წაქეზების და ასე შემდეგ. ანუ ეს რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ხმას და ხმის გამაძლიერებელს მშრომელებისთვის სამუშაო ადგილზე. მეორე მიმართულება არის იმას, რასაც უწოდებენ ხოლმე გასვლის შესაძლებლობას, ანუ სამუშაო ადგილიდან, შრომის ბაზისიდან გასვლის შესაძლებლობა რამდენად აქვს. ადამიანს ამდენად შეუძლია იარსებოს შრომის ბაზრის მიღმა. და რა პერიოდით შეუძლია იარსებოს, რაც თავის მხრივ არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ადამიანისთვის, რომ ევაჭროს დამსაქმებელს. თუ მას აქვს ალტერნატივა, შესაბამისად მას შეუძლია უფრო თამამად დაუყენოს მოთხოვნები დამსაქმებელს. სწორედ აი ამ გასვლის ნაწილში მნიშვნელოვანი არის სოციალური პოლიტიკა, კეთილდღეობის ინსტიტუტები, ხო, როგორც არის მუშაობის დაზღვევა და შემწეობა არის პირველ რიგში. აქ თავარი რაღაც პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყოს შრომელი იყოს უზრუნველყოფილი შემოსავლით და შესაბამისად
არ ემუქრებოდეს მშიერი დარჩენა, ხო? აქ არის რაღაცა მოვლის და ზრუნვის სერვისები ქალებისთვის განსაკუთრებით. ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, ხო, რომელიც დღეს ასევე ძალიან აქტუალური გახდა და ბევრი საუბრობს და არათუ საუბრობს არამედ რაღაც კმედითი ნაბიჯების ძიდგმება ამ მიმართულებით არის საგაფიცო ფონდი, ხო? ანუ როცა ვლაპარაკობთ ალტერნატივაზე ადამიანის დასაქმებულისთვის სამუშაოს ალტერნატივა შეიძლება იყოს სამუშაოს შემოსავალი ან გაფიცვის პერიოდში შეიძლება იყოს მისი საარსებო წყარო, სწორედ საგაფიცო ფონდი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი. ხო, რა ისტორია აქვს ამ საგაფიცო ფონდს თუ აქვს საერთოდ საქართველოში და დღეს რა მდგომარეობა ამ ხრივ და რამდენად რა პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით? თუ რატომ არ გვაქვს საგაფიცო ფონდი საქართველოში, ეს არის იმასთან დაკავშირებული, რითაც დაიწყო. რომ აი ამ ქვეყნის ისტორიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში როგორც უყურეთ ჩვენი ქვეყნის პრივატიზაციასა და ძარცვას, ასევე უყურებთ ჩვენ პროფკავშირების ძარცვას პოლიტიკურისგან და სუფთა ფინანსური, ესე იგი, მატერიალურისგან, რომელიც მას გააჩნია. და სწორედ იმიტომ, რომ პროფკავშირების, ცენტრალური პროფკავშირების ლიდერთა უმეტესობას არანაირი ინტერესი, რეალური ინტერესი მშრომელთა უფლებების დაცვის რომ არ გააჩნდა და არ გააჩნია, ამიტომ არ გვაქვს რეალურად საგაფიცო ფონდი. საქართველოში მშრომელს არ გააჩნია პოლიტიკური ცნობიერება. არ არის ის სუბიექტი და პროფკავშირი სწორედ ამისთვის არსებობს საქართველოში მეტწილად, რომ რაღაცნაირად მშრომელი აქციოს, ესე იგი პროფკავშირის ლიდერებსა და დამსაქმებლებს შორის სავაჭრო ობიექტად. მისი უფლებები არის სავაჭრო ობიექტი. წამყვან პროფკავშირებზე ვლაპარაკობ. წამყვან ცენტრალურ პროფკავშირს, თორე ჩვენც პროფკავშირი ვართ და ეხლა იმას კი არ დავიწყებ, რა ჩვენ საოცარ ჩვენ კიდე ჩვენი პრობლემები გვაქვს. როგორიც ვართ და რამდენად მცირეც ვართ და ასე შემდეგ, ეს კიდე ცალკე პრობლემებია. მაგრამ კეთილსინდისიერების პრობლემა არის. კეთილსინდისიერების ხარისხში რამე ეგეთი ინდექსი თუ არსებობს, აი პროფკავშირების კეთილსინდისიერების ხარისხში, ალბათ გილდია იქნებოდა სადღაც წინა პოზიციებს. ეს ხუმრობით. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ აი ამ ჩვენი ამ მცირე პროფკავშირის მიუხედავად საქართველოში დავიწყეთ პირველი სექტორული გაფიცვა ისტორიაში. ნუ სექტორში ამ შემთხვევაში ხარ რკინიგზის სექტორი რო გასაგებია ერთი სამსახური რო გაიფიცება, მე გულისხმობ რომ სადაც მრავალი დასაქმების ადგილია და ერთ კონკრეტულ სექტორს წარმოადგენს. ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. მეორეს მხრივ მოვახერხეთ და რამდენიმე დღის წინ შევქმნით საგაფიცო სოლიდარობის ფონდი იმ გაფიცულებისთვის და მომავალში, ნუ ფონდის რესურსებს შევხედავთ, მაგრამ გვაქვს იმის სურვილი, რომ კიდე მომავალში ვინც გაიფიცება, მათაც დავეხმაროთ. ნუ არსებობს უკვე საჯარო მოხელეებისთვის ცალკე ფონდი, თქვენი ცით ამის შესახებ საჯაროდ არის ამაზე გაცხადებული. მშრომელს გაფიცვამდე აკავებს უამრავი რამ. აკავებს ყვითელი პროფკავშირი, აკავებს ადმინისტრაცია, მენეჯმენტის შიში, ხელფასის დაკარგვის საფრთხე, ის რომ სოციალური დაცულობა არ არსებობს, ის რომ ესე იგი არ არსებობს ფაქტობრივად ჯანდაცვის სისტემა და პირისპირ რჩება აბსოლუტურად კომერციალიზებულ, ასე ვთქვათ, ცხოვრებასთან, რომელიც ესე იგი ან მომგინელებს, ან გაკიდის და ასე შემდეგ, ხო? აი ეს აკავებს შრომელს გაფიცვისგან და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან შეშინიათ ხოლმე ჩვენთან, შრომელს გაფიცვისგან ასევე აკავებს სესხი. კი ბატონო. სესხი ჯერ ერთი რო დანაზოგებია ძალიან არ არსებობს ფაქტობრივად დანაზოგება. აბსოლუტურ უმეტესობას დასაქმებულების საერთოდ არ აქვს დანაზოგი და თვიდან თვემდე, კარგ შემთხვევაში თვიდან თვემდე ხელფასამდე მუშაობენ და ვისაც არ ყოფნის, შესაბამისად არის გავალიანების დიდი მაჩვენებელი. ხო, ანუ შენ წარმოიდგინე ადამიანებისთვის, ვისაც არ ყოფნის ხელფასი თვიდან თვემდე, ქირისთვის, აფთიაქვის იმის მიმართ გაფიცვის მოწოდება, აი რო დაუკვირდე რა, ეხა მართლა რა ჩვენ რაღაც მეც ამ აქციების გულშემატკივარი ვარ და მე თვითონაც არაერთი მოწოდება გამიკეთებია, მაგრამ ხომ ნუ მე ვის მიმართაც ვაკეთებ, იმასთან კომუნიკაციაც მაქვს მე და ავიც საგაფიცო ფონდსაც ვუკეთებ და ასე შემდეგ, ხო? არის ძალიან ის რა, თუ სოციალურ მოთხოვნას არ ამატებ მათთვის, ბანკების სესხების გაჩერებას თუ არ ითხოვ დღესვე, პასუხისგებლობას თუ არ აყენებს სწორად ამ ეკონომიკურმა მოდელმა, დემოკრატიამ, მხოლოდ ის რო არ არის, ეს ხომ მაინც გაიაზრა ამ საზოგადოებამ იმედია, ეგეც არ ვიცი ზუსტად. გაიაზრა თუ არა ქართულმა საზოგადოებამ ის, რომ ფორმალური დემოკრატიის ეს ფორმა არის კვაზი, არ არის თვითკმარი და ესე იგი სიღარიბეზე შეჩეჩება ადამიანის, ნუ სადმე არსებული სიღარიბე საფრთხეს უქმნის კეთილდღეობას ყველგან და ამის წინაშე დავდექით.
ის კი არა რომ ინდივიდუალისტური კულტურა, კერძო საკუთრება, ორ ადამიანის შორის შეთანხმება, ხელშეკრულების საკუთრება თუ შეთანხმდნენ მესამე რატო ერევი და თავისუფალი არჩევანია ძმაო შიმშილით მოკვდები თუ დაბალანაზღაურებად მონურშრომაში დათანხმდები. აი ეს ნაწილი არის ამის შედეგს ვიმგით ახლა და ჩვენ ეხლა მაინც უნდა გადავიაზროთ ეს. აი მართლა რაღაცა მონაგარით ხო უნდა გავიდეთ ამ ბრძოლიდან და ეს ერთი მონაგარი მაინც უნდა იყოს რომ გავიაზროთ რა შეცდომა დაუშვით. სად არის ჩვენი ისტერიულობა, სად არის ჩვენი ზედაპირულობა, სად არის ჩვენი მუდმივი ენის მოჩლექა კაპიტალთან, სად ვერ დავინახეთ რეალური მტერი, რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს და კოლონიას, როგორც ასეც. რა კავშირი აქვს მას რა ქვია გარემოს დაცვის საკითხებს, ბუნებრივ რესურსებს და კაპიტალის ინტერესს. ანუ ესენი ვერაფერი თუ ვერ დავინახეთ. და რითიც დავიწყეთ ხო ძლიერ დასაქმებულს დემოკრატიასთან. ზუსტად. დემოკრატია ქვეყანაში შეუძლებელია სამუშაო ადგილზე დემოკრატიის გარეშე და ძლიერ დასაქმებულების გარეშე. ხო, აი ამ ყველაფრის გააზრება მე მგონი დაწყებული არის და ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ არ ჩაიფარცხოს ეს. და გაფიცვის უფლების და გაფიცვაზე საუბარი დასაქმებულის მასე აღქმის გარეშე, ანუ თემურ ჭყონიაზე მაგაზას მიმართვით, აბსოლუტურად საპირისპიროს ვაკეთებ საბოლოო ჯამში. თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს, ფოკუსი უნდა გავასწოროთ. კი, ახლა ცხადია რომ ავტორიტარიზმის საფრთხე არის, მაგრამ ავტორიტარიზმი და ფორმალური დემოკრატია საშუალო სტატისტიკური შრომელისთვის თუ დიდი განსხვავება არ არის, ეგ თქვენი ბრალი ყოფილა, მეგობრებო. და აქედან გამომდინარე ჩვენ მას მაშინ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში უნდა დავპატიჟოთ და ჩვენც უნდა გავყვეთ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში. რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლა არის ის, რომ ამ ქვეყანაში პირველ რიგში, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, გარემოს დაცვითი საკითხი, ტყე, მიწა, დინარე უნდა იყოს დაცული. ეს. მეორე საკითხი, რასაც ასევე ესენი აპირებენ, რომ ეხლა ყველა პროდუქციაზე ფასი გაიზრდება, ქირაზე ფასი გაიზრდება, უძრავ ქონებას. ეს ყველაფერი ფასები უნდა იყოს რეგულირებული. ისევე როგორც ფარმაცევტული ფასები უნდა იყოს რეგულირებული. ისევე როგორც რაღაცა უმარტივეს რაღაცეებზე, ზოგად პროდუქტებზე, პირველად საჭირო პროდუქტებზე ფასი უნდა იყოს რეგულირებული. ძლიერი დასაქმებული. კიდევ ერთხელ, ხო? ანუ ეს მუდმივად უნდა ვიმეოროთ რა. ეს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ რატო არის, ანუ სუსტი დასაქმებული, უფრო ღრმა არის რა. უფრო სიღრმისეული. ანუ თლიანად ეს ბოლო 30 წლის ეკონომიკური მოდელი რეალურად აგებულია სუსტ დასაქმებულზე, ხო? სუსტ მოწყვა დასაქმებულზე, რომელიც ბევრს ვერ მოსთხოვს ვერაფერს დამსაქმებულს, ვერ მოითხოვს სასთავარია მაღალ ხელფასს, ხო? ეს არის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობად გამოცხადებული, ეს არის ადგილობრივი კაპიტალის გამდიდრების წინაპირობა თავისთავად, ეს არის რაღაც ინფლაციის კონტროლი, უცხოური ინვესტიციების გაუფასურების დასაზღვევად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არის ეკონომიკური მოდელის პრობლემა, რომლის შეცვლისკენას ასევე უნდა ვიხსოვდეთ, ხო? ამიტომ ეს ეკონომიკური მოდელი და ის რაღაცა მტაცებლური პრივატიზების ფორმები, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში და ბუნებრივი რესურსები ახსენე, ხო, ეს თლიანობაში ქმნის რაღაც ზოგად სოციალურ მოწყვლადობას, რაც არ იძლევა საშუალებას დემოკრატიული, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების და ჯანსაღი დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნების ამ ქვეყანაში რა. ამიტომ ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ხო, ანუ სოციალურ მოწყვლადობაში, დიდ უდანასწორობაში, მაღალ სიღარიბეში შეუძლებელი არის, ჩემი აზრით, ზემოდან დააშენონ სტაბილური, ფორმალური დემოკრატიული ინსტიტუტები. ყოველთვის ძირი გამოეთხრება ამგვარ ინსტიტუტებს. ზუსტად და ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, როგორ ამოვიცნოთ ამ შემთხვევაში აი ეს რეპრესიული მანქანა. და კარგად დააკვირდით რა, მართლა როგორ, ესე იგი, ხშირად არის ეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წისვილზე ასხავს წყალს, ან ნაციონალური მოძრაობის წევრებით განასადღას. ესე იგი, ნაციონალური მოძრაობის პრივატიზაციის პოლიტიკა, მდინარეების გასხვისება, იმის რა ქვია, ბუნებრივი რესურსების გასხვისება და ასე შემდეგ გააგრძელა ქართულმა ოცნებამ. ეს გრძელდება, ანუ ეკონომიკურ ნაწილში იგივეა. გაფიცვის უფლება ისევ შელახულია, როგორც მაშინ იყო, პროფკავშირები ისევ დაკრინებულია, როგორც მაშინ იყო, შრომელი ხმას ამოიღებ და ან ნაცი ხარ, ან აგენტი ხარ, ან რაღაცა ინტერესი გაქვს, ან ვიღაცამ დაგიქირავა, ყველაფერი ერთი და იგივეა. ამას რო თავი დავანებოთ, ხო? რეპრესიული რეჟიმის ნაწილი, რა, უკვე ცალკე საკითხს ვიტყვი, რომ აბსოლუტურად რეპრესიების ნაწილში ეს ადამიანები, პიროვნებები ერთმანეთს იმეორებენ, ისინი აბსოლუტურად გვანან ერთმანეთს და ზოგი პირდაპირ მონაწილეობდა, ხო? ამ მასშტაბ. ანუ რეალურად ხვალ და ზეგ მე მინდა მივმართოთ თვითონ მოქალაქეს, თქვენ რო უბრალოდ შრომით საკითხზე დაიწყებთ გაფიცვას, მაშინაც ეს ნაციხარება დაგიპირისპირდებათ. ორი გვამს რო ითხოვდა მანამდე და ეხლა რომ ეს ნაციხარება იქნება, როცა დაიწყებთ საუბარს იმაზე, რომ
თქვენს გვერდზე, თქვენი სოფელში მდინარეს უცებ ვიღაცა კრიპტოვალუტა ანტერპრენერად მასშტაბას შემოაღობინებს იქაურობას და მისი გახდება, ამაზე ლაპარაკს რო დაიწყებს, თქვენზე იტყვიან რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ხართ და აგენტი ბრძანდებით. და ამას იტყვის მაგალითად ის ადამიანი, რომელიც თავად წარმოადგენდა ამ ფონდებს, ან რომელიღაცა USA-ც ან რაღაცა გერმანულ ფონდში მუშაობდა, ამას ეს გეტყვით. თუ რაღაცა იქნება და ხმას ამოიღებთ იმაზე, რომ გამოსახლება ემუქრება თქვენ მეზობელს და არ გამოასახლებინებთ, ან მართლა ისევ გაფიცვას წამოიწყებთ, მათ კიდევ რომელიღაცა გამოდგება და დესტრუქციულს დაგიძახებთ და მაიდანი უნდაო გეტყვით ადამიანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა 2007 წლამდე, 2008 წლამდე უბრალოდ 7 ნოემბერი მომხდარია, ბუტა რობაქიძე მოკლულია, სანდრო გირგულიანი მოკლულია, ეს ადამიანი წაგიკითხავთ მორალს და ეხა თუ მაგაში ცხოვრება გინდათ, იცხოვრეთ, თუ მაგაში ცხოვრება არ გინდათ, კიდე მოსახლეობის იმ ნაწილს შემოუერთდით, ვის აზრებსაც იზიარებთ, შეიძლება მართლა არის იმის რა ქვია, გაფიცვაზე ეხა გიორგი ვაშაძე რო გაფიცვაზე ლაპარაკობს, სირცხვილი აბა რა არის? ანუ იმის მტერი არის აბა რა არის? გიორგი ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე რო გაფიცვაზე ილაპარაკებენ, ანუ ჩამოგვექცა თავზე, კი ხალხო, მაგრამ მართლა მაგად გამო ხო არ გადავაყოლებთ იმის გავ, ესე იგი ბიძინას ერთ ვამპირს ვაჩუქოთ ქვეყანა, იმიტომ რომ მეორე ვამპირი ისარგებლებს და ვერ ისარგებლებს ამ ქვეყანაში საზოგადოება დასაქმებული გაძლიერდა, ვერავინ ეგრე თითო-თითოდ ვერ ისარგებლებს და ხვალდაზე კიდე ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის მშრომელებმა და სხვა ხალხმა, რომ ჩამოვაყალიბოთ ამ ქვეყანაში რეალური პროფკავშირი, რეალური საგაფიცო ბრძოლა და ამოვატრიალოთ ამათი საბანკო სისტემა და კორპორაციული კაპიტალიზმი. შეჯამებისკენ რო წავიდეთ, ხო? ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი ჩამოვთვალეთ, ძალიან ბევრი ასპექტი, რაც უზრუნველყოფს შრომელის ან სიძლიერის ან სისუსტეს რა, დაწყებული საკანონმდებლო გარანტიებიდან და შრომის კოდექსის ჩავარდნებიდან და ეხა უკვე რაღაც საჯარო სექტორში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში, ხო, ახალი რაღაცა ახალი ჩანაწერებით, რომელიც ასევე დაასუსტებს ძალიან და აშინებს საჯარო სექტორში დასაქმებულებს. ნუ ეს შენ თვითონ მიხსნიდი, მე თვითონაც გავუცდი, რომ ესე იგი თუ სამსახურიდან გაუშვებენ ადამიანს, კომპენსაციასაც კი ვეღარ მოითხოვს. ხო, კომპენსაციაზე მეც და რამდენად უღირს მე საერთო სასამართლოს მიმართოს ამ სამი თვის კომპენსაციისთვის, ეს კიდე ცალკე საკითხი იქნება, ხო? ანუ საკანონმდებლო გარანტიები, სასამართლოსადმი მიმართვის საკითხი, შრომის ინსპექცია, ხო? საპროფკავშირები პირველ რიგში ძლიერი, კეთილსინდისიერი პროფკავშირები, საკუთარი საგაფიცო ფონდებით, რომლებიც აძლიერებენ, აორგანიზებენ მშრომელებს. ხო, ეს არის ის, რასაც უწოდეთ რაღაცა ესეთი მშრომელების ხმის გაძლიერება, ხო? სამუშაო ადგილზე და მეორე მხრივ ეს გასვლის შესაძლებლობები, შრომის ბაზრის მიღმა, ალტერნატივები, რომელიც უნდა გქონდეს მშრომელებს იმისთვის მათ შორის, რომ ევაჭროს, გაბედულად ევაჭროს დამსაქმებელს ან დააყენოს ის მოთხოვნები, რომელიც მას აქვს, ხო? და ეს გასვლის შესაძლებლობები იყო ზუსტად სოციალური დაზღვევის სისტემა, ხო, უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, ზრუნვის ბენეფიტები, სოციალური დახმარების სისტემა და ბევრი მიმართულება იგი იქნება უნივერსალური ჯანდაცვა, განათლება და ასე შემდეგ. რომ ადამიანმა შეძლოს ღირსეული ცხოვრება დროებით მაინც უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში. ხო, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ესეც ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული ქვეყანაში, ხო? გარდა ამისა დანაზოგები ვთქვი და დანაზოგების სიმცირე, რასაც განაპირობებს მათ შორის მინიმალური ხელფასის არარსებობა, ხო? იმიტომ ადამიანებს არ აქვს საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ დააგროვონ დანაზოგი და იყვნენ შვიდად, ხო? გაბედონ იყვნენ კარგი მოქალაქეები მათ შორის, ხო? დღეს ახლა რამდენი სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულები ყავს. ანუ დასაქმებული ხარ, მუშაობ, ჩვეულებრივად, აი როგორც საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ევროპაში მეტსაც კი მუშაობ, დღეში მუშაობ 10 საათს, კვირაში 55 საათს მუშაობ, ჩვეულებრივი ადამიანი იმისთვის, რომ ღარები იყო და ღატაკი იყო. ამისთვის მუშაობ. კი ბატონო, ზუსტად და შესაბამისად აი ამ ყველა მიმართულებით და იქ იქნება მე რაღაც მონეტარული პოლიტიკა, ზოგადად მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ასევე არ არის მოწოდებული სამუშაო ადგილების შექმნისაკენ, ხო? და მაღალი უმუშევრობა ასევე ნიშნავს თავისთავად ითარგმნება სამუშაო პირობების დაბალ დონესა და დაბალ ხელფასებში. აი ამ ყველა ასპექტის და ყველა მექანიზმის და ყველა პოლიტიკის ერთობლიობით შესაძლებელი იქნება მომავალში დასაქმებულების გაძლიერება და შესაბამისად მოქალაქეების გაძლიერება, იმისთვის რომ მე მოქალაქეებმა მოითხოვონ, ხო, ძლიერმა დასაქმებულებმა და ძლიერმა მოქალაქეებმა მოითხოვონ დემოკრატიული და თავისუფალი და გამჭვირვალე დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში, ხო? ანუ ამ ყველაფრის გააზრება იმედია რომ ეხლა ხდება, ხო, ჩვენი საზოგადოების მიერ, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ამდენად და ჩვენი ვალი და როლი არის ალბათ რომ ეს არ იყოს დროებითი, ხო? და როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს კრიზისი ქვეყანაში, ჩვენ
ჩვენ უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები მომავალში აი ყველა ამ ჩავარდნის და პრობლემის აღმოსაფხრელად და დასაქმებულების და მოქალაქეების გასაძლიერებლად. სრულად გეთანხმები. მე მიმაჩნია, რომ გაფიცვის საკითხის წამოჭრა ახლა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ზოგ ადამიანებთან, მაგრამ ზოგადად გაფიცვის საკითხის წამოჭრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პოლიტიკური პროცესისთვის, როცა ამას აკეთებენ ის ჯგუფები და ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სოლიდარული იყვნენ განსაკუთრებით გაფიცვების მიმართ, ხო? როდესაც ამაზე პროფესიული კავშირები საუბრობენ, მიანიშნებენ ამის საჭიროებაზე, ეს ცხადია, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გულწრფელობა. გაფიცვა არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაფიცვა, გავეფიცოთ არა მხოლოდ რაღაცა ერთ კონკრეტულ მას, არამედ რაღაცა მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც ამ შემთხვევაში არის ცვლილება თუნდაც აზროვნებაში, სიხარბეს. და ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი გაფიცვა გითხარით უკვე რომ კონკრეტულად დასაქმებულების გათავისუფლებას ითხოვს. შეიძლება მართლა წარმოადგენდეთ, თუნდაც ნებისმიერი პარტიის ამორჩეველი იყო, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ ქუჩებში, როცა ახალგაზრდებს ისე უსწორდებიან, როგორც არ მოგწონდა და რის გამოც გადავირჩიეთ და გავაგდეთ ძველი რეჟიმი, აი იგივეს რო იმეორებს ახალი რეჟიმი, ეგეთ დროს უნდა გავერთიანდეთ და უარი უნდა უთხრათ ამას, რომ ეგეთი რამე არ მოხდეს. აი ეს არის ჩვენი გაფიცვის სამოსავალი წერტილი. მართლა მაქვს მაგის იმედი, არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ სულ რაღაცა ეს ოპტიმისტური იმედი, რომ ჩვენ საზოგადოებას აღმოაჩნდება შესაძლებლობა იქით ამ ხარესაც რა, ეხლა რომ ჩემთვის რომელია იქით ამ ხარე ეგეც აღარ ვიცი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ძალაუფლება ვის ხელშიც არის რა, აღმოაჩნდება ეს შინაგანი შესაძლებლობა იმის, რომ დიალოგი წამოიწყოს, კომპრომისი შეძლოს და ეს საზოგადოება არ გადაჩეხოს რა. აი მაგას ვერ ხვდები კიდე რატო ვერ აკეთებენ და ჩვენი აი გაფიცვის ნაწილიც მაგის შემახსენებელია. სხვათა შორის თეატრშიც ამან დიალოგი გამოიწვია. ბოლო-ბოლო ეგ მოვახერხეთ რა, დიალოგი გამოვიწვიეთ. ერთმანეთთან ლაპარაკი დავაბრუნეთ და ხელისუფალი როცა ხარ, ძალაუფლება როცა შენია, ყველაფერი შენია, ფულიც შენია, ესეც შენია, ის მედია შენია. ანუ ელემენტარულია, რომ საკუთარი საზოგადოებას გაუფრთხილდე. ისეთ დაპირისპირებაში არ გადაჩეხო, წლები რო ამის აღმოფხვრას დაჭირდება და აი მაგას რომელი ადამიანის აკეთებს, არ ვიცი რა უნდა უთხრა იმას და აი იმ ადამიანების იმედი ისევ მაქვს რა და რწმენა ზოგადად ადამიანის ბუნების კეთილსინდისიერების, რომ გაიაზრებენ იმას, რომ ყველანაირ პარტიულ ინტერესზე მაღლა რა, ყველანაირ მე უკეთ ვიცი როგორც ვიცხოვროზე მაღლა დგას ადამიანის მიმართ სიყვარული და მისი აზრის მოსმენის შესაძლებლობა. ამიტომ იმედია რაღაცა მაკუთხით გამოჩნდება რა. იმედია ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა გიგა და წარმატებები. მადლობა შენ და მადლობა თვითონ პროგრესულ ფორუმს. ნახვამდის.